შეთანხმებების დარღვევა, სახალხო დამცველის მოხსენება და პარლამენტის ხელახლა ბოიკოტირების მოწოდებები ჩვენი საუბრის მთავარი თემები იქნება. ვიწყებს საუბარს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესთან ნიკა მელიასთან, რომელიც უკვე ხაზზეა. მადლობას ვუხდი მას გადაცემაში მონაწილეობისთვის. მივესალმები და ჩემი პირველი კითხვა უკავშირდება განწყობას ვაშინგტონში. საქართველოში ხა მე ჩამოვთვალე კიდეც და დღეს ცალკეული მედია საშუალებებით ვრცელდება საქართველოში ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს გახარია სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენო, ვრცელდება სხვადასხვა ფოტოები და ასე შემდეგ. ნუ ეს რამდენად ასია თავად ამ ჭორის თუ სიმართლის სუბიექტები თავად ლაპარაკებენ ამაზე, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ვაშინგტონში იმაზე მეტი პარტიულ პოლიტიკური ლიდერია, ვიდრე შეიძლება თბილისში იყოს დარჩენილი. ამ გაგებით მართლა ქართულად პოლიტიკურად ცხელი ზაფხულია ვაშინგტონში. ძალიან ხო არ შეაწუხეთ ეგ ხალხი ხუმრობით რო ვთქვათ, გითხარით რა განწყობაა ვაშინგტონში და ქართველები ერთმანეთს თუ ხვდებით და იკვეთებით თუ ერთ სასტუმროში არ ახართ. მადლობა, დიდი მადლობა გიორგი შესაძლებლობისთვის. დიახაც, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ყოფნა, ვიზიტი გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც უკვე მეათე დღეა რაც ვიმყოფებით და დღეს მოვემგზავრებით საქართველოში. მართლაც მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, არა უბრალოდ შეხვედრებისთვის, არამედ შეხვედრები, რომელიც ძალიან ჯერა უახლოეს მომავალში კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს და ეს შეხვედრები გაიმართა როგორც კონგრესში, სენატში, სახელმწიფო დეპარტამენტში, უშიშროების საბჭოში და ვფიქრობ, რომ ის დანაკლისი, რომელიც ჩვენს პარტიას ჰქონდა ბოლო 6 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ ადრესვით და გავიმეორებ, თქვენის დეპორტით ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ოფიციალური დელეგაციით ვაშინგტონში არ ყოფილვართ და არ გაგვიმართავს ამ დონის შეხვედრები. რა თქმა უნდა შეივსო, ცუდია რომ 6 წლის განმავლობაში პარტია ნაციონალური მოძრაობა არ აქტიურობდა ჩვენ თავის სტრატეგიული პარტნიორის დედაქალაქში და ეს ყველაფერი უყალოდ არ ჩაიარა. ამ გადმოსახედიდან კიდევ უფრო კარგად დავინახე ვიდრე აქ ვარ და ვფიქრობ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ძალიან ინტენსიური და მე პირადად ეხლა წელიწადში 2-3 ნამდვილად მაქვს სურვილი რომ ვიყო იქ სადაც ვარ, ვინაიდან რბილად რომ ვთქვათ არის მნიშვნელოვანი, კონდეს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ყველა იმ ადამიანთან, რომელიც აკეთებს სოფლიო პოლიტიკას, კონდეს იმ ადამიანებთან მჭიდრო პერსონალური ურთიერთობა, რომელიც არის უერთგულესი მეგობარი შენი ქვეყნის, შენი დემოკრატიის მხარდაჭერი და ამავე დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ასევე რა არის გიორგი, რომ ჩვენ საქართველოს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს დავანახოთ დასავლური მისწრაფებები და ქართული დემოკრატიული პროცესების შესაბამისობა ამერიკის მისწრაფებებთან. ეს არის ძალიან სხვათა შორის აქვე მე მინდა ვახსენო რეაქციები ამერიკელი კოლეგების, ჩვენ ვისმენდით მათ ინტერვიუებს, მათ შორის ამერიკის ხმის მიერ აღებულ ინტერვიუებს და არ დავმალავ ვიტყვი მთლიანობაში ძალიან პოზიტიური სურათი დაიხატა თავად მათი კომენტარებიდან გამომდინარე თქვენს დელეგაციასთან მიმართებაში. მათ თქვეს, რომ ისინი არიან სასიამოვნოდ გაკვირვებულები, რომ თქვენ გაგიცნეს პირადად, როგორც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ ამასთან ერთად დაინახეს გარკვეული ხედვა. რა იყო ის, რაც ამ ხედვაში თქვენი აზრით ყველაზე მეტად მოეწონათ ამერიკელებს? ბევრი ჯეთიც ჩემთვის ორმაგაც სასიამოვნო იყო, გულახდილად გეტყვით გიორგი, ამ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება, ერთი მხრივ, იმიტომ რომ პირველ ნაბიჯს ვდგა ამ მიმართულებით, ანუ ბოლო წლების განმავლობაში მე არათუ შეხვედრების შესაძლებლობა, ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა არ მქონდა, პრაქტიკულად 3 წლის განმავლობაში პასპორტი მქონდა ჩამორთვეული და ვერც მოახერხებდი სურვილი რომ მქონოდა. და მეორე რიგში ახლა ადამიანებს შევხვდი, რომლებმაც იმ სენატში, იმ კონგრესში უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ქართული დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერ პროცესებს გულისხმობ და ამ შემთხვევაში 5-6 თვის წინ განცხადებებზე ავცელებდნენ რომ მე დავეხსენი ციხიდან და რა თქმა უნდა ჩემთვის ეს იყო ემოციური
შეხვედრები ქართულმა ოცნებამ მოახერხა ის, რომ დაუსწრებლად პრაქტიკულად ყველა მაღალი თანამდებობის პირი, ვისაც ჩვენ შევხვდით, დაუსწრებლად მიცნობდა. იმიტომ რომ იმდენად საარაკო არანორმალური ქმედება ჩაიდინეს. კი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, მათ შორის დიპლომატიური არხების გამოყენების მეშვეობით, ჰქონდათ შესაძლებლობა თქვენზე გარკვეული წარმოდგენა ჩამოეყალიბებინათ, ეჭვი მაქვს, რომ თქვენზე, როგორც მეამბოხეზე, რევოლუციონერზე, როგორც პოლიტიკურ პროცესში, მუდმივი დესტრუქციის შემომტანზე ასეთი დამოკიდებულება შეიძლებოდა ქონოდათ. და მე თავდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ჩვენმა დელეგაციამ დატოვა ზუსტად შთაბეჭდილება ამ შეხვედრების შემდეგ, რასაც გძნობს, რა ხედვაც აქვს და რა მისწრაფებებიც გვაქვს. არა მეამბოხეობა, არა რაღაცა სისხლისღვრა, რევოლუცია, არა დესტაბილიზაცია, რასაც რა თქმა უნდა ქართული ოცნება თავიანთი სხვადასხვა პროპაგანდისტული არხებით მუდმივად აწვეთებს იმ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნის შეკითხვა საერთოდ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენს მეგობრებს აქ ქვეყანაში გაიგო, რომ მე მაგალითად პირადად მომავალ ხელისუფლებას უყურებ კოალიციას, უყურებ როგორც ერთობლიობას ქვეყნის მართვის პროცესში. არ შეიძლება რომ თუნდაც ერთხელ ამ გარდამავალ ეტაპზე, როგორც მინიმუმ, ქვეყანას არ მიიცეს შესაძლებლობა მართოს სახელმწიფო ძალთა გაერთიანებით. და ამას ბევრი მიზეზი აქვს ჩემი რწმენით. ერთი ვინაიდან რუსული აგრესია, რუსული პოლიტიკური გავლენა არის მზარდი და პოლიტიკური წნეხი საქართველოს მიმართ განგრძობადია, როგორც მინიმუმ, ხო? მაქსიმუმ ეს არის მზარდი. კოალიციური მთავრობის პირობებში კოალიციური მთავრობა რუსეთის პოლიტიკური წნეხის მიმართ ერთგვარი მეხამრიდი იქნება. ეს ერთი. მეორე, მე მგონია, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება კოალიციურ მთავრობას და ერთობას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მინიმუმ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ გარდამავალ ეტაპზე. ასევე საუბარი რა თქმა უნდა იყო უშუალოდ ჩვენს პარტიაში მიმდინარე ამასთან დაკავშირებითაც მინდა რომ უფრო კონკრეტული კითხვა დაგისვათ. ნაციონალური მოძრაობა ვაშინგტონში დიდი ხანია ბუნებრივად ასოცირდებოდა მიხეილ სააკაშვილთან. ამ შემთხვევაში ინტერესი თქვენს მიმართ ვაშინგტონში ბუნებრივია უკავშირდებოდა იმის გარკვევასაც, რამდენად დამოუკიდებელი პოლიტიკური ლიდერი ხართ თქვენ. მოახერხეთ თუ არა თქვენ ამის დემონსტრირება იმის პარალელურად, რომ თქვენს მიმართ მათ შორის თავად პარტიაშიც შეიძლება არსებობდეს სერიოზული წნეხი მიხეილ სააკაშვილის, როგორც ამ პარტიის დამფუძნებელის და ამ შემთხვევაში ქვეყნის გარეთ საქმიანობაში ჩართული ადამიანის როლთან დაკავშირებით, ამ როლის უფრო გამოკვეთესთან დაკავშირებით. დიახ, მიხეილ სააკაშვილის თარიღ ადამიანი მასშტაბის პოლიტიკოსი, როდესაც ყავს პარტია და ის არის მისი დამფუძნებელი, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ არის პოზიტივი და საკუთარო რომ ის არის დევნილი. თუმცა რა თქმა უნდა, ეხლა თქვენ კონკრეტულ კითხვას რომ უპასუხო, ამას მომავალი გამოაჩენს და თუ რა შთაბეჭდილება დარჩათ ჩემზე და ამჟამინდელი ფორმაციის ნაციონალურ მოძრაობაზე ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ყველა აცნობიერებს უკვე ვისთანაც რაიმე სახის შეხება აქვს ახალი ფორმაციის ნაციონალურ მოძრაობას, რომ პარტია არის თვითყოფადი, პარტია არის იმ მდგომარეობაში, რომ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და პარტიას ყავს თავმჯდომარე, რომელიც არის არჩეული თავმჯდომარე და ქვეყნის შიგნით ეხლა ამ ყველაფრის შესახებ სპეკულაციები არ სრულდება, ხელოვნურად აბუყებენ ამ პროცესებს ქართულ ოცნებაში პროპაგანდისტული ასევე არხების მეშვეობით, ვინაიდან მათ სულთ წარმოაჩინონ ეხლა ნაციონალურ მოძრაობა იმდაგვარ პარტიად, როგორც მინიმუმ თავად არიან და არა მადლობა გმენს ეხლა ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ამბები სწრაფად ვრცელდება და ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ნაციონალურ მოძრაობაში არის ძალიან ბევრი ლიდერი, როგორც ახალი თაობის, ასევე ძველი თაობის ლიდერები. ადვილი არ არის ნამდვილად ბალანსი
ბალანსი მოვახდინოთ ამ ორ თაობას შორის ურთიერთობაში, მაგრამ ეს რთული ამოცანა, მათ შორის ასევე თქვენთვისაც რთული ამოცანა იქნება ის, რომ თუნდაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები დავერწმუნოთ იმაში, რომ თქვენ მოქმედების აბსოლუტური თავისუფლებაც გაქვთ და ამის ნება გაგაჩნიათ. ნიკა, მინდა ეს დრო გამოვიყენოთ და მოუტრიალდეთ იმ ამბებს, რომელიც საქართველოში დუხს ამ დღეების განმავლობაში. ეხლა თქვენ საუბრობდით თქვენს კონსტრუქციულ მიდგომაზე პოლიტიკურ პროცესთან მიმართებაში. მაგრამ ამ კონსტრუქციულობის რესურსს ხელისუფლებაც უნდა ქმნიდეს. დღეს საბოლოოდ ითქვა ქართული ოცნების მხრიდან, რომ ისინი არ აპირებენ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას და დაპაუზებას და აპირებენ ბოლომდე მიიყვანონ უკვე დაწყებული საქმე, რასაც პირდაპირ ჩემი სუბიექტური შეფასებით არა მხოლოდ ჩემი, მოსამართლეთა კლანის გაძლიერება ჰქვია მართლმსაჯულების სისტემაში. აი, როცა სხვა გამოსავალს უკვე აღარ ტოვებს ხელისუფლება თავისი ამ საქციელით და როდესაც თავად ამერიკის ელჩიც კი ყვითლად გახაზული მარკერებით ეუბნება, რომ ხალხო ამაზე ჩვენ შევთანხმდით, ეს იყო მთავარი მიღწევა და ამით დავითანხმეთ დანარჩენი ოპოზიცია, რომ თუნდაც პარლამენტში შემოსულიყო და ამის დარღვევა არ გამოვაო, მაგრამ მაინც აკეთებენ ამას. აი, როგორ აპირებთ თქვენ ამ კონსტრუქციული მიდგომის შენარჩუნებას და როგორ გამოიხმაურებით იგივე მამუკა ხაზარაძის, თქვენი კოლეგა, პარტიული ლიდერის წინააღმდეგობას, რომ თუ ეს ასე გაგრძელდა, პარლამენტში ყოფნას კვლავ აზრი აღარ აქვს. პირველ რიგში მე არ გამკვირვებია და აქ პრაქტიკულად შეხვედრა არ ყოფილა ვაშინგტონში, სადაც ამ საკითხზე საუბარი არ შემდგარიყოს. იცით რა არის? მოდით ვიყოთ რეალისტები. რა თქმა უნდა, შალმიშერის დოკუმენტში არის პუნქტები, ელემენტები, რომლის შესრულება იძულებითი ასე თქვა რეჟიმის პირობებში ხელისუფლებას მოუწევს, მაგრამ პუნქტი, რომელიც ეხება მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გატარებას, პრაქტიკულად არის გამორიცხული, რომ ქართულმა ოცნებამ ამას ხორცი შეაწყდა და რატომ? ვინაიდან ეხლა ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე დგას მართულ სასამართლო სისტემაზე. თავიდან ბოლომდე დგას დაქვემდებარებულ მართლმსაჯულების სისტემაზე. იქ გატარებული ტკინვეული რეფორმები, რომელიც სისტემას გაათავისუფლებს ქართული ოცნების გავლენისგან, ეს ნიშნავს პრაქტიკულად, რომ ხვალე ქართული ოცნება გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, ყველა მაღალი თანამდებობის პირი. თავიდან ბოლომდე ამ სისტემაზე დგას. აბა, ეკონომიკის სამინისტრო რაში აინტერესებს, ან სოფლის მეურნეობის სამინისტრო რაში აინტერესებს, ან თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო რაში აინტერესებს, არ ვიცი, ნებისმიერი სამინისტრო, სამინისტრო რაში აინტერესებს. ქართულ ოცნებას თუ არა, სასამართლო თუ არა, პროკურატურა თუ არა, შინაგან საქმეთა სამინისტრო. ანუ ეს მოსალოდნელი იყო სამწუხაროდ. მიუხედავად ამისა, ჩვენი უნდა ვეცადოთ და ვეცადოთ, ხა იქნება ეს კონსტრუქციულობის ფარგლებში თუ ეხლა იმ ფარგლებში, რომელსაც დასაშვებად ცნობს კონსტიტუცია, კი ბატონო, ბოლომდე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მხარდაჭერით, როგორც მინიმუმ, საბოლოოდ ფარდაც ხო ჩამოხსნით ქართულ ოცნებას. და მე მგონი, ისაც ქართული ოცნება უკანასკნელი დღეების განმავლობაში აკეთებს, ეს არის პოლიტიკური ჰარაკირი, პოლიტიკური თვითმკვლელობა. და რატო თქვენ გონიათ, რომ ჩვენ გონია, რომ ქართული ოცნება ვერაცნობიერებს, რომ თუ კი ამ ნაბიჯებს გადადგამს, საერთაშორისო მეგობრებისგან მიიღებს ძალიან მძიმე კრიტიკას. როგორ არა, აცნობიერება სხვა რა აქვს. სხვა რა აქვს, გიორგი, რა უნდა გააკეთოთ? ეხლა რასაც ვეუბნებით და რასაც დოკუმენტი ეუბნება, რომ პროცესები ისე წარიმართოს იმ სისტემასთან დაკავშირებით, რომელსაც სასამართლო სისტემა გვიქვს, სადაც ობიექტური, პირუთვნელი და მიუკერძოებელი მოსამართლეები აღმოჩნდებიან. ხვალდაზე მე სამხატვრო ოცნება ხელის მართლმსაჯულებებთან არის, როგორ უნდა დააკავოს პოლიტიკური ოპონენტი მოსამართლემ, ან როგორ უნდა ახორციელონ პოლიტიკური მართლმსაჯულება სხვა სამოქალაქო პირების მიმართ. ამიტომ მე ხა არასოდეს არ გამოვირჩევი სკეპტიციზმით, ყოველ შემთხვევაში ამ ნაწილში პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი შეიძლება ქართულ ოცნებას გაეკეთებია დასაწყისში თავისი მმართველობისა და არა ბოლოში. დიახაც, როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ შეძლო მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გატარება მისი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო ჟამს და რატო? იმიტომ რომ იგივე პროგრამა ჰქონდათ მათ.
განსხვავებით ქართული ოცნებისა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ძალიან წარმატებული რეფორმები განახორციელა მაშინდელმა გუნდმა და სამწუხაროდ თავარი მიზეზი მარცხის და წინა ხელისუფლების იყო მართლმსაჯულების სისტემაში არ განხორციელებული რეფორმები, ხო? დასაწყისში 2004 წელს ნაციონალური მოძრაობა შეძლებდა ამ რეფორმის გატარებას, როგორც შეძლო პოლიციის მიმართულებით, საფათო პოლიცია შეიქმნა განათლების სისტემაში, ჯანდაცვის სისტემაში, ეკონომიკის მიმართულებით, ხო, სხვა პირველ რეფორმის განახორციელება. ანუ ნიკა თქვენ ამ შემთხვევაში 2011 წელს ამას ვერ შეძლებდა გიორგი. ასევე 2012 წელს მით უმეტეს ვერ შეძლებდა. თქვენ მიგაჩნიათ რომ სასამართლოში არსებული კლანის მძევალია დღეს ქართული ოცნება? თუ პირიქით ქართული ოცნების პოლიტიკური ხელმძღვანელობის და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება ის სისტემაც და ესენი არაუბრალოდ ხელს ბანენ, არამედ ივანიშვილის მიერ აშენებული აი ამ ვერტიკალის ნაწილი არიან. მაგრამ მოდით ეს თემა რომ დავხუროთ, ნიკა, ეს თემა რომ დავხუროთ, ამ გადაწყვეტილებებით ქართული ოცნება ძალიან მაღალი რისკს იღებს საკუთარ თავზე იმ გაგებით რომ ეს ის შემთხვევა, როდესაც თავად მედიატორები კუთხეში არიან მოქცეულები, ისინი ვეღარ იტყვიან, რომ აი ოპოზიცია რაღაცას ჭირვეულობს და ასე შემდეგ, თუმცა მოწოდებები იგივე ნაცმოძრაობის მიმართ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით კვლავ ისმის, მათ შორის სენატის დღევანდელ რეზოლუციაშიც. ესეც მინდა რომ თქვათ და განგვიმარტოთ, რას აპირებს ნაციონალური მოძრაობა. ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით ჩვენ პირველი დღიდან ვართ საქმის ჩვენ ამასთან დაკავშირებით მოგვაწოდეს ინფორმაცია და სიმართლე გითხრათ იყო ძალიან სასიხარულო ახალ მოწოდებული ინფორმაცია და ახლობებით ეხლა ეს 8 დღის წინ შევიტყვით ჩვენ ეს რეზოლუცია გამოიცემოდა და მე ვფიქრობ რომ დიახ საგანგაშოს ზარი შემოიტანა ქართული ოცნების თავზე მაგრამ მე რამდენი ეხლა სხვა გზა ისე გამომიორებ არა აქვს და დენება ქართული ოცნების რეჟიმი და შევეგუოთ ამას რომ ამერიკიდან ბრიუსელიდან ყველა ჩვენი მეგობარი სახელმწიფო დედაქალაქებიდან ეს წლები გაიზრდება და პარალელურად ქართული ოცნებაც ხელისუფლებიდან გაქრება. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის ხელმოწერას, ბუნებრივია ეს მოსალოდნელი იყო პირველივე შეხედვის შემდეგაც ეს ვიცოდი რომ ამ რეზოლუციაში ჩაიწერებოდა, რაც მისასალმებელია, იმიტომ რომ შეუძლებელია ამერიკის შეერთებულ შტატებმა სხვაგვარი ასე თქვა ჩანაწერი გააკეთოს რეზოლუციაში და მოიწონოს ის რომელიღაც პარტია, ან ორი ან სამი პარტია ხელს არ აწეს, მაგრამ მიზეზები თუ რატომ დღემდე არ აქვს ნაციონალურ მოძრაობას მოწერილი ამ დოკუმენტისთვის დაწვრილებით მოვახსენე მე პირადად, ხო? ეხლა იმ დოკუმენტზე ხელის მოწერა რომელიც ამნისტიის კანონიმა მხედველობაში პოტენციურად ანუ ნიკამელია ხელი მოვაწეროს დოკუმენტს რომელიც ვიდრე შევსაუბროთ გიორგი ეს დოკუმენტი კვლავ მომართულია ჩემსკენ იმ დაგვაროს რომ დამიჭირონ იმიტომ რომ ჩემსგან მოითხოვენ საჯარო აღიარებას რომ ამნისტიის აქტი როგორც ჰუმანური აქტი ჩემზე გავცელდეს, სადაც ვერ ეღირსებიეთ, ამაზე მქონდა ყველა შეხვედრაზე აქ საუბარი. და უბრალოდ პარადოქსალური ვითარება, ამიტომ ვამბობ, რომ ამნისტიის აქტი სანამ გამოიცემა, სანამ არ გამოიცემა, სანამ აი ეს გაუგებრობა არ დასრულდება, ჩვენ დოკუმენტზე ხელს ვერ მოვაწევთ. ხოლო და ამის შემდეგ განიხილავდა იმჯერებთ პარტიაში ხელმოწერის შესაძლებლობა. გასაგებია. და არ მინდა რომ გამოჩნდეს მამუკა ხაძარაძის ინიციატივა, ბუნებრივია. ძალიან სერიოზულად განსახილველი ინიციატივა არის. ეხლა თუ კი დაგჭირდა ჩვენ საერთაშორისო ჩვენი საზოგადოების უახლოესი სახელმწიფოს მეგობრების ნამდვილად ქვეყნის კომაგების დამატებით ყურადღების მიპყრობა ასეთ შემთხვევაში ამ ნაბიჯებს უნდა დაუცებოთ დავიდეთ. მე მგონია რომ მათი ყურადღება აშკარად გამახვილებულია, დეგნანის ტონი სულ უფრო და უფრო მეტად უკმაყოფილო და მკაცრი ხდება და ყვითლდება კიდეც მარკერის მეშვეობით და სანამ გაწითლდება, ნუ იმედი მაქვს თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ შეიძლება მოეგოს ოცნება, მე ეჭვება, მაგრამ მაინც ვნახოთ და ბოლო კითხვა აქვემიდან ნიკა დაგისვათ და თქვენი სათქმელიც შეგიძლიათ დაამატოთ ამას. თქვენ დღეს უკვე მოემგზავრებით თბილისში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი არა მარტო თქვენს გასაცნობად, არამედ თქვენს მიერ იქაური განწყობების რეალურად აღსაქმელადაც. რაღაცა გაზვიადებულია, რაღაცას შეიძლება საერთოდ ნაკლები წარმოდგენა გქონდათ ან გაქვთ, გექნებოდათ მანამდე, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება ვაშინგტონში კი არ კეთდება ქართული პოლიტიკა. ქართული პოლიტიკა კეთდება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ლაგოდეხში, თელავში, ჩვენს სოფლებსა და ქალაქებში. ამაზე სხვათა შორის ამერიკელმა სენატორმაც მიგვანიშნა რაღაცით, რომ
ადგილზე კეთდება ქართველი პოლიტიკოსების და ქართველი ხალხის მიერ. აი ჩვენ გვექნება ხვალ ედისონის მაღალ კვალიფიციურ დონეზე ჩატარებული სანდო კვლევის ნიშნები, რასაც მთელი ქვეყანაც ნახავს და ეს გარკვეული სახელმძღვანელო არის ხოლმე კამპანიის დასაგმემად პოლიტიკოსებისათვის. სიტუაცია მნიშვნელოვნად არის შეცვლილი, თუ რა კუთხით ამას ხვალ ვიტყვით, მაგრამ ახალი მოთამაშეების შემოსვლამ ან გადაადგილებამ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ბევრი სიახლე შემოიტანა და მათ შორის ტრადიციულ ოპოზიციასაც მოუწევს ადაპტირება. გაქვთ თუ არა თქვენ ეს გააზრებული, როდის იწყებთ აქტიურ კონსულტაციებს კოლეგებთან უკვე შემოდგომის გეგმებთან დაკავშირებით, რადგან ეს გეგმა პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების პერსპექტივასაც. მე პრაქტიკულად ეს კონსულტაციები მიმდინარეობდა ყოველდღურად, სანამ მე ვიყავი საქართველოში, დაბრუნებისთანავე თუ მოვახერხე და მოვასწარი 25 რიცხვში, ხა პარლამენტში მივალ მოგზანდება ბატონი ღარიბაშვილი და აუცილებლად მინდა ვიყო იქ და ამის შემდეგ რა თქმა უნდა იმავე დღეს გაგრძელდება მოლაპარაკებები პარტიებს შორის პარალელურ რეჟიმში ვაპირებ აქტიურად ველზე მუშაობას, იქნება ეს თბილისი თუ რეგიონები, ეს ყველაფერი უნდა ვაკეთოთ ერთდროულად და რაც არის მნიშვნელოვანი არის ურთიერთობა კოორდინაციის მხრივ იყოს მაღალი ხარისხის ოპოზიციურ პარტიებს შორის და შარშანდელი შეცდომები არ გავიმეოროთ როგორც ნაციონალურ მოძრაობა პირველ რიგში და ასევე სხვა ოპოზიციურ პარტიებმა. იმიტომ რომ ის შანსი რომელიც მოცემულია ოქტომბრის თვეში აუცილებლად გამოყენებადი არის და გამოსაყენებელი არის. და მე აი რა ვთქვა, არ მინდა რომ გულზე ჯიხს ვიტყავდე, მაგრამ თუ კი რამე გამოცდილება მივიღე გიორგი, ეს არის ველზე მუშაობა და ქართულ ამორჩეველს, სხვადასხვა გვარ ძალიან მრავალფეროვან ამორჩეველს ძალიან კარგად ვიცნობ, გავიცანე ამ შვიდეთის განმავლობაში, ხო? ის ადამიანები, ვისაც მოვწონოთ, ვისაც არ მოვწონოთ, ვისაც შეიძლება მოვეწონოთ, და შეიძლება არასოდეს აღარ მოვეწონოთ, ვიცნობ ამ ამორჩეველს და მხოლოდ ოპოზიცია თუ დაუშავებს საკუთარ თავს, მხოლოდ ოპოზიცია თუ მოინდომებს და ახალი ვადამდელი არჩევნები არ ჩაენიშნება მომდევნო წლის გაზაფხულზე. დანარჩენ ყველა სცენარში ქართული ოცნება განწირული არის მარცხისთვის. ამ შემთხვევაში 53%, ნუ აი რა გითხრათ, უბრალოდ ვერაფერი, ვერანაირი ზეციური ძალა მათ ამაში ვერ დაეხმარება და ამიტომაც არიან ასეთი ანერვიულებულები, როგორებიც არიან და აი რაც შეიძლება მოტამით დავასრულებ, ხო, აი რასაც ესენი აკეთებენ. ახლა იგივე მოსამართლეებთან მიმართებაში და არა მხოლოდ, ხო, რას მე აბსოლუტურად საპირისპიროა ვიდრე ქვეყანა ჭირდება, ხო, ერთადერთი სწორი და უალტერნატივო გზა ქვეყნის ეკონომიკის და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის არის ევროატლანტიკური კურსი, ხო? ამაზე დავა არ შეიძლება. მაგრამ ამ ყველაფერს ჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ხო? ამის გარეშე ეს არის უბრალოდ ქიმერა, რომ ხვალაზე შეიძლება მივაქციოთ. და რატომ აკეთებენ ამას? აკეთებენ იმიტომ და ამაზეც გქონდა აქ საუბარი, რომ ან არსებობს დემოკრატიული წესწყობილება ქვეყანაში, ან ოლიგარქიული წესწყობილება. ორივე ერთად არ თანაცხოვრდება და არის ოლიგარქიული წესწყობილება, ოლიგარქიული რეჟიმი და რა ქნა. პირველ რიგში მათ ჭირდებათ ხსნა. პირველ რიგში ჭირდება ბატონ ყობახიძეს და რა ვიცი, დინარაძეს და ისინი არიან პრაქტიკულად მორჩილებად ძევლობაში აყვანილი და ისინიც უნდა გავათავისუფლოთ. შეუძლებელია სახში ბრუნდებოდეს ყობახიძე. და მეზობელი მადლობა ნიკა. მადლობა ნიკა, ესე იგი საერთო ოპოზიციურ მისიად არა მარტო ოპოზიციის უფლებების აღდგენა, დემოკრატიული უფლებების აღდგენა, არამედ ქართული ოცნების ლიდერების ამ მდგომარეობიდან განთავისუფლებაც ყოფილა. ესეც საინტერესო დეტალი იყო, ნახევრად ხუმრობით. არ ყოფნისას კვირა დღე, პარასკევ დღე ეს პირველად აღინიშნა დასვენების დღე იყო ამერიკაში მონების გათავისუფლების დღე. პარასკევ დღეს და მივხვდით ალბათ რას გულისხმობ. დიახაც, გასათავისუფლებელია ბევრი ადამიანი ძელობიდან. მადლობა ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ვაშინგტონიდან გვერდებოდა.